მედიის ხარჯების ფარგლებში ჩვენ გავაგზავნეთ 3 წლის განმავლობაში 204 განცხადება. და ამ 204 განცხადებიდან მხოლოდ 6% იყო ისეთი, ან მხოლოდ 12 მოთხოვნა იყო, რომელიც დაკმაყოფილდა სრულყოფილად კანონით დადგენილ ვადაში. 10 დღიან ვადაში სრულად დაკმაყოფილდა მხოლოდ 6%. ხოლო განცხადებების დაახლოებით 60% საერთოდ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა. ანუ ეს ნიშნავს, რომ როდესაც დაწესებულებები, საჯარო დაწესებულებები აი ამ მასშტაბით რეაგირების გარეშე ტოვებენ საჯარო ინფორმაციის განცხადებებს, ეს ნიშნავს, რომ ეს სისტემური უკანონობას აქვს სისტემური ხასიათი, არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ არის სახელმწიფო პოლიტიკის, ანუ საჯარო დაწესებულებების ყოველდღიური ქცევის ჩვეული ნაწილი. ჩვენ ხედავთ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში დემოკრატიის მკვეთრი გავარესების ფონზე საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან გავარესებული, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის კრიტიკულად სჭირდებათ საჯარო ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებით საყურადღებო არის, რომ საჯარო დაწესებულებები გამოირჩევიან ანგარიშვალდებულების ძალიან დაბალი ხარისხით და მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ გამოვავლინეთ აი წლების განმავლობაში სამართლებრივი მხარდაჭერის ფარგლებში არის არა კანონმდებლობაში პრობლემა, თუმცა ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საჯარო დაწესებულებების სისტემური უკანონობა, სისტემური უკანონო პრაქტიკა, რომელსაც ინფორმაციის მომთხოვნი პირები აწყდებიან.